მოდიფიკატორის ქვის კუმშვა. გამოვიყენოთ პრიმიტიულ სხეულ კოლოფზე. დავხაზოთ შეუცვალოთ სეგმენტების რაოდენობა და გამოვიყენოთ მოდიფიკატორი squeeze კუმშვა. Amount გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ პარამეტრი. კარვე დავარეგულიროთ ვექტორი, ანუ ჩაღუნის ამ შემთხვევაში ფორმა. თუ გადავადგილებთ ცენტრს, მოქმედება განაწილდება სიმეტრიულად, გამომდინარე იქიდან, თუ სად დავაყენებთ ცენტრის აღნიშვნას. მოქმედება, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ყველა პარამეტრისათვის, რომელიც კიდე გავიმეორე დამოკიდებული იქნება ცენტრის მდგომარეობაზე. Radial squeeze რადიალური ანუ გვერდითა კუმშვის პარამეტრები არის. და კარვე ასევე ვექტორული განაწილება კუმშვის სიგრძეზე. ლიმიტი ანალოგიური ქმედება როგორც იყო განხილული ბენდის შემთხვევაში, ხოლო ეფექტ ბალანსიდან შეგვიძლია საერთო რეგულირება გავაკეთოთ ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც იყო გამოყვანილი axis bubble-დან და radial squeeze-დან. ასეთი ცდის ეფექტებით შეგვიძლია დავარეგულიროთ ამ მოდიფიკატორის ქმედება.